ეხლა რასაც ვიტყვი, ეს ჩემი გულწრფელი განცხადი, ამას იმედი წაიღებს. თუ შალვა მაინც. დღეს 22 საათზე ტელეკომპანია იმედი დატოვა პროქტერ ენდ გემბელმა მსოფლიო გრანდმა ჰიგიენური საშუალებების სფეროში. ამიერიდან ქვეყანაში უფრო მძაფრად ვიგრძნობს პროპაგანდის სულს. მე რომ მარიციან ქართული თელ ბრიტანეთს იმედიან ქართული თავრობა დათბეთო ეგრე სად არის პრობლემა იყო წყალტუბელი, მე რენანულად ახლა ფეხი შომა. მასწავლებელი ეკითხება სკოლაში მოსწავლეს. აბა შენ თუ მეტყვიო, მემშია, შენშია, მასშია რა დროა? ეგ პატვიცემო მასწავლებლო, ქოცების მართლობის დრო არის. იმედი არასდროს იქნება მართული, ეთერში გვერდება ბიზნესი ქართული. კაცი ვარ ბიზნესში თავზე ქუდი მახურავს, თუ ფულს არ მოვითან თავრობას უნდა მხურავს. მოგიტანეთ ქეშ დაირიგეთ ქეშ. ივანიშვილის დაწყევლის გამო აქტივისტის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. მე იტყვიან ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ აქვსო. რანაირად ხალხო წყევლისგანაც ფულს აკეთებს, ხო ხედავ? ეს ამდენი ადამიანი რო ჭკუას მარიგებს და თიც მიქნევს პოლიტიკურმა გაუნათლებელმა ბიძინა ივანიშვილმა და მყოფელა 14 წელია აწევს როგორც უნდა. თუ გინდათ რომ სანქციებთან პირისპირ არ დარჩე ჩემს ქებას მოუმატეთ და დღეში აჭერმა ვანოს შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV1-ზე. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანაზი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.